რისი თქმა სურს სამყაროს შენთვის დღეს? მოგესალმებით ჩემს უძვირფასეს YouTube საზოგადოებას, დაფოლოუდით, დაფიქსირდით კომენტარებში. ყველას მოგიკითხავთ ძალიან დიდი სიყვარულით და მაშ ასე აი ამ ჩემი არაჩვეულებრივი ახალი დასტით გავაშხეროთ მესიჯი თქვენთვის სამყაროსგან. ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ვიდეოზე არ არის ჰეშტეგი და წესით ეს თქვენთან არც უნდა მოსულიყო. აბა რა ხდება თქვენს თავს? ახლა ამ ეტაპზე რა ენერგიებში ხართ? ცოტა გაუგებრობა, ცოტა დაბნეულობა, დესტრუქციული ენერგიები არის თქვენ გარშემო თითქოს პრობლემა, რომელშიც ახლა იმყოფებით გამოსავალი ნამდვილად არ არის. მავნე მიჯაჭვულობები იკვეთება აქ ჩემო ძვირფასება, მავნე დამოკიდებულებები, შიშები, ფორმაცვალება, თქვენი აზრებისა, თქვენი მიდგომისა ძალიან ხშირად იცვლით დამოკიდებულებას. თითქოს ძალიან ცუდი ნათქვამია, მაგრამ აი ცხეპარასკევასავით ძალიან ისე ინტენსიურად მოდის ცვალებადობა თქვენს გარშემო. დაძაბულობა მატულობს ასევე. ერთადერთი რაც მამშვიდებს ამ შემთხვევაში ეს არის სიკვდილების პენტაკლები, რაც ნიშნავს რომ თქვენი სწავლეთ როგორც იქნა ბუმერანგის პრინციპით მოქმედება, რასაც ადამიანი გასცემს თქვენი მიმართულებით, თქვენც ანალოგიურად იმავე რაოდენობით გასცემთ ყურადღებას, ფინანსებს, თუნდაც დამოკიდებულებას, როგორც იმსახურებს ადამიანი, სწორედ ისე გასცემთ ამ ყველაფერს. თუმცა რაღაც დონეზე დაპაუზება აჩვენებს თქვენს ცხოვრებაში ახლა ეს კონკრეტული არკანი ოთხენების ხმლები. და რას ნიშნავს ეს გავიგოთ ამ მიმართულებით მოვიდა უბრალოდ კონკრეტულ თასების რაინდთან გვაქვს პრობლემა, ეს არის სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც არ წავიდა გეგმის მიხედვით, ქორწინება ნიშნობა იყო, დაგეგმილი მოიაზრებოდა ყოველ შემთხვევაში, თუმცა სიტუაცია დაპაუზდა და წინსვლა თითქოს არ არის, ხო? რა მოხდა თქვენ შორის და რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად სიტუაცია? რა მოხდა თქვენ შორის ისეთი, რამაც ეს განაპირობა? არასასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს რეალობაში, ჩემო ძვირფასებო, კვერთხების პაჟი რევერსში, ასევე ცხრიანების კვერთხები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, კონკრეტული მამაკაცი ან თქვენი პარტნიორი, მამაკაცება შეგიძლიათ ქალბატონზე მიიღოთ ეს ყველაფერი, ადამიანი მოკლედ არის კონკრეტული ინფორმაციული საზღვრებით წარმოდგენილი ურთიერთობაში, ის არის თითქოს და შეუვალი თავის გადაწყვეტილებაში და უსიამოვნო ამბავი, რომელიც გიახლოვდებათ ამ ადამიანთან დაკავშირებით. ზოგადად ეს არის პატარა კონფლიქტების გამოსახულებაც ამ შემთხვევაში. აქ სხვადასხვა ენები არის ჩართული, არაკეთილის მშობელები აქტიურად გადავნებენ თვალს სოციალურ ქსელში, თუნდაც რომელთაც ნამდვილად არ სურდათ თქვენი ურთიერთობის გაგრძელება და დაგვირგვინება, ხო? ნამდვილად არ არის ეს გუშინ წამოწყებული ურთიერთობა, ჩემო ძვირფასებო, აქტიურად გიყურებენ სოციალურ ქსელში, აქტიურად. აქ არის ორი მიმართულება, ჩემო კარგებო, ან თქვენ კონკრეტული წარსულის მოგონებებით ცხოვრობთ და ეს არ არის სწორი თქვენი მხრიდან, ან მეორე შესაძლოა თქვენთან გამოჩნდეს ადამიანი თქვენი წარსულიდან, რომელსაც იცნობდით, რომელთანაც გქონდათ კონკრეტული ურთიერთობა. რვიანების კვერთხები. ძალიან მალე მოხდება ეს სიტუაცია თქვენს რეალობაში, აი სადაც არის გამოჩნდება ეს კონკრეტული ადამიანი, ხო? თქვენი წარსულიდან, ან თქვენ შეიტყობთ იმას, რომ თქვენ თურმე წარსულში შექმნილი ხატით აგრძელებთ ცხოვრებას, რაც არის ყველაზე არაადეკვატური ამ შემთხვევაში. რაღაც მომენტში ადამიანთან ურთიერთობის არევამ თქვენ გამოგაცალათ ძალა და ეხლა თითქოს და ბოლო ძალები მოიკრიბეთ, რომ ფეხზე დადგეთ და ბოლო ცდილობა არის ეს თქვენი მხრიდან, რომ ურთიერთობის შენარჩუნებაზე რაღაცა დათმობებზე მეტიხართ. სამომავლოდ ეს აღარ გაგრძელდება, მე დაგითხრათ, იმიტომ რომ აქ ფინანსებს ვეხებით პირდაპირ მატერიალურ კეთილდღეობას, ორიანების პენტაკლები. იმიტომ რომ თქვენ არა გაქვთ ისე სიტუაცია, ჩემო ძვირფასებო, რომ ვიღაცისთვის გასაკიდებლად გეცალოთ ყოველ შემთხვევაში, ეს არ მიგაჩნიათ სწორად და ადამიანმა ვფიქრობ უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე, ხო, მინიმუმ ვისთან აქვს საქმე. ჩამოკიდებული კაცი და სამსჯავრო. მეგობრებო, შესაძლოა ადამიანთან მიმართებაში საერთოდაც ვეღარაფერი მოიმოქმედოთ, იმიტომ რომ ადამიანთან ურთიერთობის დასრულება, რომელიც ზემოთ მოგიყევით ეს ყველაფერი, ნამდვილად იყო ერთგვარი განკვითხვის ჟამთან მისვლის მომენტი, როდესაც სიტუაცია სწორედ რომ ასე უნდა მომხდარიყო, ეს იყო სწორი, სხვა განვითარება თითქოს და ამ ამბავს არ ეწერა. კარგი, რჩევა გავაჟღეროთ სამყაროსგან, ჩემო კარგებო. როგორ უნდა მოიქცეთ ახლა?
კომენტარებში დაფიქსირება არ გავიწყდებათ, ჩემო ძვირფასებო, რამდენად რეზონირდება ძალიან მაინტერესებს ძვირფასებო, აი ახლა ის პერიოდია თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვენს კარიერაზე, თქვენს წარმატებაზე უნდა გააკეთოთ ორიენტირება, აქ შესაძლოა კრეატიული იდეების წინა პლანზე წამოსვლაში იგრძნოთ, მოგივიდეთ ახალი ბიზნეს იდეები თუნდაც, ხო? ეს არის რაღაცა დაგეგმარება, მარკეტინგული გათვლები და ასევე კარიერული წინსვლა, ზოგიერთი თქვენგანი სპირიტუალურად ამაღლდებით, ინტუიცია გაგეხმაურდებათ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული მოვლენა, როდესაც ადამიანთან ურთიერთობები ირევა ან ჩაიშლება ხოლმე, ამ შემთხვევაში კეთდება რაღაცისთვის, რაღაც მიზნისთვის, რაღაცის დასასრული ყოველთვის არის რაღაც ახლის საწყისი და თქვენ ამას შეიგრძნობთ მთელი სიმძაფრით და ასევე გიდასტურებთ იმას, რომ თქვენ გადადიხართ ზომიერების ენერგიებში, როდესაც ადამიანი ბედნიერია თავისი რეალობით, შესაძლოა ეხლა დაძაბულ მომენტებს გადიხართ, მაგრამ ეს ყველაფერი სულ მალე რამოდენიმე დღეში შეიცვლება თქვენს და სასიკეთოდ. ინდივიდუალური კონსულტაციისთვის მწერთ პირადში TikTok-ზე ნინის მეჯიკ ანალოგიურად დაძებნით და ფოტოთი მიხვდებით, ჩემო ძვირფასებო, ყველას დიდი სიამოვნებით გელით ჩემთან, იმიტომ რომ აქ პირად გაშლებზე საოცარ ინფორმაციულ სიღრმეებში ჩავდივართ ხოლმე, ისე რომ ისე გადის, ვერც კი ვამჩნევთ. აბა თქვენი ცით ყველას ბედნიერ საღამოს გისურვებთ, კომენტარებში დაფიქსირება, არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და გადაზიარება არ დაგავიწყდეთ.